მეგობრები მეუნები როგორ ჩერდები, არავინ არ არის იქ. მაგრამ სიმშვიდე და ბუნებად მომწონს და 4 წლის უკან გადავწყვიტე სოფელში გადმოსვლა, იმიტომ რომ ძაბავშვებიდან ძალიან მიყვარდა სოფელი, სოფლის მეურნეობა და ისეთი სიტუაცია იყო, ვფიქრობდით მე და ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ წასვლას. მაგრამ ვარჩეთ შვილებთან ყოფნა. რაღაც დანაზოგი ქონდა ჩვენი, დედას აქ გაკეთებული ქონდა სახლიც რაღაცები და დავწყვიტეთ აქეთ გადმოსვლა და ჩავდეთ ეს დანაზოგი. თავიდან გამიჭირდა შეგუებები, იმიტომ რომ 30 წელი იქით ცხოვრობდი ქუთაისში. ჩამოვედი აქ მართლაც არავინ არ არის. დაახლოებით 15 ოჯახია, მაგრამ არიან უფრო მოხუცებულები. ახალგაზრდები ყველა წასული არის, დაცლილი არის. თუ ჩამოვლიან ხანდახან რომ დახედონ თავის მოხუცებულებს, თორე დაცლილი არის, წასულია. მე ვარ ერთი ასეთი ოჯახი და ერთი იქეთ ცხოვრობს, კიდე არ მიდის. ყავს საქონელი, ყავს ღორები, ინდაურები, ქათმები და უვლით. გვინდა კიდევ მომატება რაღაცების, მაგრამ ხელი გვეშლება თანხების გამო, თორემ საქონელსაც სიამოვნებით დავამატებთ, იმიტომ რომ შრომა არ გვეზარება. მაგრამ გელი დათვი არის შემოსული. არა და ბევრჯერ დავრეკეთ ტყიბულის მუნიციპალიტეტში, რომ მოგხვარებოდა, რომ ეს უკვე ეზოებში შემოდიან საღამოობით, გარეთ ვეღარ გავდივართ. მაგრამ არანაირი ყურადღება არ არის. ეხლა უნდა ვყოდეს დაახლოებით 20 სული საქონელი თავის ნაშობებით, მაგრამ წინ ისე ერთაზე ბრუნავთ, ასე გამოდის, წინ გვინდა წასვლავთ, ვცდილობთ, მაგრამ ამის გამო გვაქვს ძალიან დიდი დანაკლისი. გაზი არა გვაქვს და ძალიან დიდი პრობლემა ეს ჩვენთვის. შეშაზე ვაკეთებთ და ისე მოდის და ვტენით ხანდახან, მაგრამ ეს შეშაც პრობლემა გახდა უკვე. მხოლოდ ეზოებში გვაქვს უფლება რომ მოვჭრათ, ეზოს გადაღმა არა გვაქვს უფლება, დადიან მანქანებით. და აჯარიმები. რო გქონდეს სოფლიდან და იქ სოფელზე დაფინანსება, ან დახვნაში დაგვაფინანსონ, სასუქში დაგვაფინანსონ, რაღაცა ელემენტარული მაინც, წვრილმანი რაღაცა რომ მოგვეხმარონ არანაირად. ჩვენ უნდა გადავიხადოთ ყველაფერი და ხალხს რო არ აქვს ამის საშუალება გარბის, რომ რაღაცა 2 კაპიკი შოოს და იქ ჭამოს მაინც. იმიტომ რომ აქ პირობებიც ისე არის, რომ შეიძლება გლეხი არის ბუნებას დამოკიდებული. ხო და ბუნება როცა არ გვიწყობს ხელს, არც თავრობა გვიწყობს ხელს, ვართ ესე და ჩაგურულები გლეხები. მე რო ჩემი დანაზოგი არ მქონოდა, მართლა ვერაფერს ვერ გავაკეთებდით. იმიტომ რომ სესხზეც რომ მივსულ ვარ, ძალიან დიდი პროცენტებია და არ ღირს. ხალხს შეიძლება უნდა სოფელში დაბრუნება, მაგრამ ხელშეწყობა არ არის არანაირად და ვერ ბრუნდებიან. მთავრობას მიმართავ, რომ ჩვენ გლეხებს ცოტა მოვხედონ და ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ თავისი მიწაწყალი არ მიატოვონ. თუ აქვთ ქუთაისში მაინც ჩამოვიდნენ, მიხედონ. სიბერეში მაინც არ დატოვონ.